გოგი ცაბაძის გენიალური მუსიკა, გიორგი შენგელაიას გენიალური რეჟისურა, ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ვერისუბნის მელოდიები, რომლის არაერთი ინტერპრეტაცია გვინახავს, ამჯერად თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. მსახიობები გენერალურ რეპეტიციას გადიან, ემზადებიან პრემიერისთვის და დღეს გვექნება შესაძლებლობა გავესაუბროთ რეჟისორს, მსახიობებს, მოგესალმებით, ზალიკო ჩივიქობავა ჩვენთან ერთად. ამ პროექტის ავტორი და რეჟისორი. საინტერესოა, როგორი გადაწყვეტა იქნება, ეს არის ყველასთვის ნაცნობი საყვარელი და ძალიან ახლობელია ეს მიუზიკლი და ხო, შემოგეჭერით მგონი ცუდ დროს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასებები პრემიერამდე. ცუდით რომ ნამდვილად არ არის, ალბათ საუკეთესო დრო არის ჩვენთვის იმისათვის, რომ ყველანაირად მოვემზადოთ და თან აგიზიაროთ ჩვენი აზრები, ასე ვთქვათ, ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. ნუ ვღელავთ ძალიან ნერვიულობთ, იმიტომ რომ საფასუხისგებლოა მართლაც საკულტო ფილმის შევეხეთ. არაერთი ვერსია გაკეთებულა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიუზიკლი ყოველთვის ცოცხალი იყოს. ეს არის მართლა ძალიან მაგარი ადამიანების მიერ შექმნილი და დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ აი ამ დიდი ნამუშევრისთვის და ეხლა ჩვენ კიდე ჩვენ ვერსიას შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს. ალბათ საფასუხისგებლოა, ხო, როდესაც ეხები ასეთ ნამუშევარს, რომელიც ყველასთვის ცნობილია, ყველასთვის ძალიან ახლობელია და მე ვცდილობ, რომ შენც ალბათ რაღაც გადაწყვეტილებები ორიგინალურად მიიღო. თუ ნახავს ასეთს მაყურებელი, უშუალოდ ამ დადგმ. მე მგონი ნახავს გამომდინარე იქიდან, რომ საარტისტო გუნდი, მთლიანად შემოქმედებითი გუნდი ყველა მიზრუნეთ იმისათვის, რომ თავარი განწყობა არ დაგვეკარგა, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა ჩვენი ვერსია გაგვეკეთებინა. ცოტათი მგონია, რომ ცოტა ზღაპარი იქნება ჩვენი ვერსიის, ასე ვთქვათ, ფორმა, თუმცა ჩვენებურად გადავწყვიტეთ, ასე ვთქვათ. პირველ რიგში მინდა რომ მუსიკალური ვერსიის ავტორს გუშინდელი დაბადების დღე მიულოცო ნიკოლოზ რაჭველს და მადლობა უთხრა. მოერწდებით მილოცვას ჩვენც აქედან. ახლა მგონი უკვე დრო გადავინაცვლოთ მსახიობებთან. ვერისვენებენ. ნამდვილად მოტივირებულები არიან, ემზადებიან უკვე პრემიერისთვის. ვარდოს როლს შეასრულებს ქალბატონი ანა ქურთუბაძე, ონისე ონიანია ჩვენთან ერთად, რომელიც აღა გიორქას როლს ასრულებს. ვიცი, მაგ ჯერ უნდა დავიწყოთ ანასგან. როგორი ვარდო იქნება? როგორი ვარდო იქნება, არ ვიცი, არა, გეტყვით ჩემს რაღაცა იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ აი ახლა როგორც ვიქცეოდით, ხედავთ, წინა საპრემიერო ისტერიკა გვაქვს და ცოტა უკვე ყველა უსაქციელოდ ვიქცევით, აი მაგალითად, ქალბატონი რუსკაც. ხო, უკვე აი ეს ხო ნუ ახასიათებს პრემიერას სიგიჟეები, მაგრამ რაც შეეხება ვარდოს და კონკრეტულად ამ სპექტაკლს, უდიდესი და კიდე სხვა პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, როცა ესეთ მასალას ეხები და თან უდიდესი სოფიკო ჭიაურელის შემდეგ გიწევს, რომ შენც ითამაშო ეს როლი და ძალიან ვღელავ, სხვანაირად ვღელავ და მინდა რომ ძალიან კარგი გამოვიდეს. უბრალოდ იმდენად კარგ და უნიჭიერეს ადამიანებთან ერთად ვდგავარ სცენაზე, რომ სულ რომ არ გამომივიდეს, გამოგაყვანინებენ, ისეთები არიან თვითონ. და სხვათა შორის, აი ეს სპექტაკლი მიუხედავად იმისა, რომ თქვა ძალიან ძველია მასალა თვითონ იმდენად ზუსტად პასუხობს დღევანდელ რეალობას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სათქმელს აქედან ვიტყვით. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან ერთად არის ასევე ანდრია გველესიანი, რომელიც შეასრულებს განუმეორებელი ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებული მედროგე პავლეს როლს. ამ შემთხვევაში თეატრის სცენაზე უკვე მოგესალმები. პირველ რიგში, როგორია მზადება, უკვე რამდენიმე დღეში პრემიერა გაქვთ. საინტერესოა ის მუსიკალური გადაწყვეტები, რომლის გაცოცხლებაც გიწევს, ხო, ამ შემთხვევაში უკვე ახალ ვერისუბნის მელოდია. კი, მართლა ესეა, თან იცი რა არის ძალიან საფასუხისმგებლო არის, იმიტომ რომ ეს ხო ყველასთვის საყვარელი მიუზიკლი არის, პირველი ქართული მიუზიკლი, რომელიც ყველამ კარგად იცის, ბუბა კიკაბიძე ახსენდა, მართლა ლეგენდარული ადამიანების მიერ არის შესრულებული ის როლები, რომლებიც ყველასთვის ძალიან საყვარელი როლები არის და მე ამ შემთხვევაში კიდე ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ პავლე, მედროგე პავლე არის ერთ-ერთი ისეთი პერსონაჟი, რომელიც დიდ ტკივილებს ატარებს, დიდ სევდას ატარებს და რაღაცნაირად აი ვცდილობ, რომ ეს ემპათიის გზნობა უფრო მეტად გავაღვიო კიდე ჩემში და გადმოსდე ჩემეული პავლე. იმედი მაქვს, რომ გამომივა, მაგრამ საშუალებაც გვაქვს იმისი, რომ ჩვენი თავი 101%-ით გამოვავლინოთ, იმიტომ რომ
ნუ ჩვენი თეატრის გუნდზე ბევრი რო არ ვისაუბრო, ყველანი ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან. უნიჭიერესი ტოპ არტისტები არიან. ზაალ ჩიქობავა, გიორგი ტორიაშვილი, ანუ ისეთი რეჟისორი, ისეთი ქორეოგრაფი, ისეთი ადამიანები მუშაობენ ამ ყველაფერზე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა. ლობა გისურვებთ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთ კიდევ განსაკუთრებულ როლს შემოგთავაზებთ მედროგე პავლესას უკვე თეატრის სცენიდან. მადლობა და გეოლოდებით ყველას ჩვენს პრემიერას. მადლობა, ჩვენ ახლა კი შეგვიძლია გადავინაცვლოთ აღა გეორგასთან. მე მინდა პირდაპირ მადლობა გადაუხადო ჩემს რეჟისორს ბატონ ზალს, იმიტომ რომ მე ესეთ ადამიანებთან მომიწია რაღაცა ურთიერთობა. შენთან უკვე ნაურთიერთები მაქვს თქვენთან. ხო და ამათთან პირველად ვეღარ დავმალავთ რუსკა მაყაშვილი. და მაცადე ჯერ არ დამიმთავრებდი და ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი კი არა ვიცნობდი, მაგრამ უბრალოდ დავახლოვდი და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. რაც შეეხება გადავიდე როლზე? გადადით როლს. რაც შეეხება ჩემს როლს, მე ხელთ მიფყრია ახლა რუბენსის მიერ შესრულებული ბებიაჩემის სურათი, ანუ პორტრეტი, რომელიც დახატა მან და ეს განთავსდება ჩემს სახლში, ნუ სპექტაკლში, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორი აღა იქნება იონისე? პროტოტიპი, როგორი აღა იქნება? აღა იქნება ნერვიული, ისტერიული და მომთხოვნი და ფულის მოყვარული. როგორიც უნდა იყოს აღა. სანამ გადავინაცვლებთ ლუკას შემოვინახავთ ბოლოში. გიორგი ტორიაშვილია ჩვენთან ერთად. მეც ეს უნდა აღვენიშნა სპექტაკლის ქორეოგრაფი და თავარი წარმატებაც ეგ არის ხოლმე თეატრში დადგმული სპექტაკლების, რომ არის ორიგინალური ქორეოგრაფია და ძალიან აქტიურია, დინამიურია ხოლმე ყოველთვის ეს სპექტაკლები. როგორი იყო უშუალოდ ამ მუშაობა ამ შემთხვევაში ამ მიუძღვით? მადლობა. ძალიან საინტერესო იყო მუშაობა, რადგან პირველი ქართული მიუზიკლია ჩვენს თეატრში. რა თქმა უნდა, ჩვენს უნიკალურ დასთან ერთად ბევრი ვიშრომეთ, ბევრი მუშავეთ, შევეცადეთ გაგვეთანამედროვებინა ქორეოგრაფია და მგონია რომ გამოგვივიდა ყველაფერი. მეც მგონია რომ წარმატებით შედგება პრემიერაც და ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი წავა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქედან. მაყურებელი ახლა უნდა მოგვიყოთ თქვენს გმირებზე, როგორები არიან და ამ მიუზიკლში როგორ დაინახეთ თქვენი თავი. იგივე უნდა კითხოთ, რაც ანას ძალიან ძველია, ისტორიულია და რაღაცნაირად ალბათ პასუხისმგებლობაც მეტია ხოლმე რაღაც მომენტში. ეს თავარი ეს უჩვენთან არის, რაც მთავარია. დაიწყე გიგი. მე ვარ პრისტავი. ყველაფერი თქვა, მაგრამ მაინც რამე ჩააყვე. მე ვარ პრისტავი, დოდო აბაშიძე ასრულებდა ამ როლს. ფანტასტიკურად, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ძალიან გვიყვარს. დიდი პასუხისმგებლობაა მართლა 50 წლის შემდეგ ითამაშო სპექტაკლში, რომელიც არის ლეგენდარული, რომელიც ყველას ძალიან უყვარს და რა ვიცი, ერთი წელია ვმუშაობთ ამ სპექტაკლზე და მე მგონი რომ რაღაც საინტერესო ჩვენ ვერსიას შევთავაზებთ. ხამდე ქონდა მამამია, ჩიკაგო და ეს იქნება ქართული, მაინც არის ქართული, ეს არის ჩვენ კლასიკაა და არის ჩვენ DNM-ში, რომელიც ბავშვობიდან ყველას გვიყვარს ძალიან და აქედან გამომდინარე იქნება განსაკუთრებული და განსაკუთრებული ფერი იქნება ჩვენს რეპერტუარში. რუსკა, მოგვიყევი შენს ქალბატონზე. როგორია? ძალიან პრანჭია და ლამაზი, როგორც ორიგინალ ვერსიაში. მივესალმები TV პირველის მაყურებელს. ხო, ნუ ეს ერთ-ერთი ანუ პრინციპში ზალიკომ რა შემომთავაზა და სანამ მეტყო და აი ძალიან ფიქრობდი რომ ძალიან როგორ გამიხარდება რომ სწორედ აი ალისა ფრენდლიხი რომელიც როლსაც ასრულებდა ამ არაჩვეულებრივ ფილმში, რომ ეს ყოფილიყო ქორეოგრაფი, ბალეტის მასწავლებელი იტალიელები და ეს როლი შემომთავაზა და ხო, ნუ რა ვიცი, მაქსიმალურად ვცდილობთ მე და ჩემი პარტნიორებიც რაღაცნაირ ფერს შევძენთ. ბედნიერი ვარ მეც ასე ფანტასტიკურ გუნდთან ერთად მუშაობით და მე ვარ დარწმუნებული რომ ამ სპექტაკლზე მაყურებელი ყოველთვის იქნება და ამიტომ მეგობრებო, ცოტა დრო დარჩა, შეიძინეთ ბილეთები, გელოდებით თეატრში, ვერის სუფრის მელოდიები თქვენთვის გათამაშდება. და რომ დაგვიანონსო, უკვე როდის შეძლებს მაყურებელი ეწვიოს თეატრს და შეაფასოს თქვენი 1 წლის ნამუშევარი, როგორც გითხრა, გიგიმ საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდით უშუალოდ ამ სპექტაკლზე. 20, 21, 22 მაისი, 28, 29 მაისი ასევე და 3 ივნისი ეს ვიცით რაც იქნება აუცილებლად ეს საპრემიერო კვირა იქნება ასე ვთქვათ და ხო გელოდებით აი მთელი სულით და გულით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ თქვენ იყოთ ბედნიერები. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან წარმატებით ჩაივლის ეს მიუზიკლიც, იმიტომ რომ ამ თეატრში ის ყველა გენიალური მიუზიკლი რომელიც გაცოცხლდა იყო ერთმანეთზე უფრო მეტად წარმატებული და მადლობა გელოდებით ყველას თეატრში. დაგემშვიდობებით რუსკა გიგი, ჩვენს მაყურებელს კი უნდა შევახსენო რომ მაისის თვე იქნება განსაკუთრებულად დატვირთული თეატრში და შეგვიძლია ახლა სანამ მოახერხებს მაყურებელი დაესწროს უშუალოდ სპექტაკლს, მანამდე შემოგთავაზოთ ნაწყვეტი.
ცნობის ფურცელი ცნობის ფურცელი